Okay, ხეითა. თემას შევეხოთ ახლა. ვიმთქვიოთ და ესე იგი ეს თემა ეხება რელიგიას და ხალხს, ნუ არის ისეთი ადამიანები, მარტივად რო ვთქვათ ათეისტები, რომელსაც ღმერთის არსებობის არ წამთ. არის ეგრე იძახიან, მაგრამ თუ დააკვირდებით, რომ რატომღაც შინაგანად მაინც იციან ღმერთი არსებობს და ეშინიათ. მაგრამ აქვთ რაღაცა ზოგს ყველას არა, რაღაც ესეთი თვისება, რომ აი ვითომ უნდათ რომ თავი გამოიჩინონ რაღაცა და აი რაღაც დამცინავად ზოგჯერ მოიხსენიებენ სასულიერო პირებს, ეკლესიას ან რაღაცა დღესასწაულს ან რაღაცა თემას ან რაღაცა და ამით ისინი ცდილობენ რაღაცა გარკვეული ხალხის ნაწილზე ზეგავლენა მოახდინონ, ოღონდ უარყოფითი რა. მინა მათ უთხრა, რომ ჯობია ეგ თავის ენას კბილები დააჭირონ, სანამ რაიმეს იტყვიან ამ თემასთან დაკავშირებით ან სასულიერო პირზე ან ეკლესიაზე, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ძალიან დადებით საქმეს აკეთებენ, რამდენი გაუბედურებული ადამიანი გადაარჩინეს სულიერად და ფიზიკურად და ასე შემდეგ, რომ ამას რო თავი დავანებოთ. მეორე, ანუ დაფიქრდი, ვის ეხები, ვის წინააღმდეგ რაღაცა სიძახი. და რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან. იყო ისეთი ხალხი, რომელიც ესე სუდად იქცეოდა. ანუ ასე ვთქვათ, დამამცირებლად მოიხსენიებდა, ასე ვთქვათ, ამ თემას. ლენინი მაგალითად, რომელიც ათეისტი იყო და საშინელებებს აკეთებდა, ან ყველა მიცის ის პერიოდი, როცა ეკლესიაზე იყო დიდი შეტევა და ზოგი ავიდა, ზოგმა ჯვარი მოხსნა, ზოგმა ხატი და ყველა მიცის, რომ ძალიან ცუდად დაამთავრა ამ ხალხმა. ძალიან ცუდად. ბრაზილიაში იყო ასეთი რაღაცა კიდე, რომ ახალგაზრდები ჩაჯდნენ მანქანაში და ერთ-ერთის დედა გამოვიდა, მე მგონი ბრაზილიაში მოხდა ეგ და უთხრა, რომ ღმერთი თქვენსკენო და იმათმა დაცინეს, რომ ეკო ჩვენ მანქანაში ღმერთის ადგილი არ არისო და ავარიაში მოყვა ის ახალგაზრდები ყველა დაიღუპა და უკან მანქანაში ედოთ ლატოკი კვერცხი და ყველა კვერცხი იყო მთლიანი. მიხდით, ანუ ამიტომ ჯობია მოკეტოთ რა, ესეთმა ხალხმა რა. კიდე ერთი მაგალითი იმის, რომ ცუდად თავდება. ტიტანიკი როცა აშენდა, ვინც ააშენა, იმას უთქვია, რომ მეო ისეთი გემია ვაშენეო, რომ თვით ღმერთიც კი ვერ ჩაძირავს მასო და ცუდად დამთავრდა. შემდგომ კიდე რადგან ბრაზილიაში იყო მე მგონი და პიროვნება აირჩიეს ბრაზილიის მე მგონი პრეზიდენტად ძალიან ადრე და ინაუგურაცია დარჩა. უკვე ინაუგურაცია და უკვე შევა ის პრეზიდენტის თანამდებობაში. და რა უთქვია იმას, რომ მე ხალხმა ამირჩიაო, მე უკეო და თვით ღმერთიც კი ვერ იზამს იმას, რომ მე პრეზიდენტი ვერ გავხდეო რა. და ინაუგურაციამდე რაღაცა ვირუსი შეეყარა, დაიღუპა. კიდე რამოდენიმე მაგალითი. წმინდა მატრონა როცა მოღვაწეობდა და ბევრი ასე ვთქვათ განკურნა და ასე შემდეგ და მასთან ხალხი მიდიოდა, ერთი ქალბატონი მივიდა და უთხრა, რომ აი ავად ვარ, სულ რაღაც პრობლემებში ვარ ის და რა ვქნაო და მისცა ფუნთუშა, უთხრა გაივლი რაღაცა დიდ მანძილს გადატეხავ და აუცილებლად უნდა შეჭამო ეს ფუნთუშა და ამან დაუჯერა, წავიდა, გადატეხა და ამ ფუნთუშიდან თაგვი ამოხდა. ვეღარ შეჭამა და მობრუნდა ამ მატრონასთან და უთხრა ესეო რა,
ფუნთუშაო რო გავხსენიო თავი ამოხტა ვერ შევჭამეო და იმან უთრაო შენო ბოსელშიო იყავი მარტო ძროხასთან ერთად ვერავინ ვერ ხედავდა ღმერთის გარდაო და ვედრაში ანუ რძეს წველი და იმ ძროხას და იმ ვედრაში რძიან ვედრაში თაგვი ჩაუხტა იმან ამოიღო ეს თაგვი და გადააგდო და გაფუჭებული რძე ბაზარში გაყიდა და მატრონამ უთხრა შენო იქო ვერავინ ვერ ხედავდაო მაგრამ ერთ რაღაც დაგავიწყდა რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს ამიტომ რა ვიცი უფლის დიდება იყოს და ცოტა ენას ნუ დააჭირეთ კბილები და თქვენ იცით რატო აპარაკობთ ეგრე უფრო არანაირი ღვაწლი რო არა გაქვთ გაკეთებული და იმიტომ მიძახით რაღაცა რომ სხვას ვითომ დაცინეთ რა თქვა ამიტომ ჯობია ენას კბილები დააჭიროთ სანამ რაღაცას აი ამ რელიგიურ თემას მოიხსენიებთ სუდად